დღეს მინდა გავაკეთო ესეთი ახალი რუბრიკა წარმოვიწყო და გავაკეთებ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის აი ამ 4 ლამაზი დასტით ამოვიღებ პროგნოზს დეკემბრის თვეზე და მოდით დავიწყებ აფირმაციების დასტით წარმატების გასაღები რა იქნება თქვენი მთავარი აფირმაცია დეკემბრის თვეზე და ეს უნდა დასკრინოთ და აყენოთ თქვენს ტელეფონის ეკრანზე. მე მუდმივად ვითარდები და ვიმაღლებ კონკრეტულ საჭირო უნარებს. როგორ მუშაობს აფირმაციის დასტა, ამასაც გეტყვით აქ. ეს გახლავთ სპეციალური აფირმაციები, რომლის მუდმივი განმეორება ჩვენს გონებაზე, ჩვენს ნეირონულ ქსელზე ახდენს ძალიან დადებით გავლენას და ცვლის გადააწყობს წარმატებაზე. ნახეთ, როდესაც ყოველ დღე რამოდენიმეჯერ იმეორებ, მე მუდმივად ვითარდები და ვიმაღლებ კონკრეტულ საჭირო უნარებს ჩემი წარმატების მისაღწევად. ანუ თქვენი გონება ამას იჯერებს, ადაპტაციას ახდენს და სწორედ ასე იწყებს მოქმედებას. ამიტომ გირჩევთ დასკრინოთ და ეს გახლავთ ქალწულებისთვის, იმიტომ რომ მე დავიწყებ ქალწულების ასტროლოგიური ნიშნით, რადგან ჩემი საყვარელი ნიშანია, მიხვდით აბა რატომ და მოდით ქალწულებს ნახოთ რა ელოდებათ დეკემბერში, რას მოგიტანთ დეკემბრის თვე ქალწულებო, ამოვიღოთ აბა რა გიქნებათ დეკემბერში. მზე მშვენიერი არკანია, მზე გამოანათებს თქვენთან. ეს არის არა მხოლოდ ის რომ გელოდებათ წარმატება, ძალიან კარგი თვე იქნება, თქვენი გამოვლინების თვე იქნება სხვათა შორის, აღზევების, ასევე რაღაცა პიროვნული თვისებების გამოვლინების, კონკრეტულად თქვენთვის იქნება ეს ყველაფერი, არავიზე დამოკიდებული არ ხართ. აქ ნახეთ როგორი მზე არის, ლაღი, ბავშვური, ვიღაცისთვის ვინც თქვათ ელოდება, შეიძლება ეს იყოს ორსულობაც, იმიტომ რომ ამასაც აჩვენებს. შეიძლება რაღაცა ბავშვის მოსulis თემა არის, ან ოჯახში მოდის ბავშვი, შეიძლება სანათესაოში, ან ოჯახში გაიგებთ სასიამოვნო ამბავს, რომ მოდის ოჯახის ახალი წევრი თქვენთან. დეკემბრის თვე საკმაოდ კარგი იქნება, ასევე მზე ცოტა ეგოისტური მომენტიც არის, ბავშვურ ენერგიებში იქნებით, რაღაცა სილაღე გექნებათ, აი მოდის ახალი წელი და განწყობა გექნებათ ესეთი და თითქოს თქვენ თვითონვე ქმნით ამ განწყობას, იცით, რაღაცას ამუშავებთ, შეიძლება ემზადებით სიახლეებისთვის, ეს ნამდვილად მოვა. აბა მოდით ვნახოთ ახლა აი ამ ლამაზ, ყველა ლამაზი დასტავარჩიე. ასეთი ახალი რუბრიკისთვის ულამაზესი დასტებია და მოდით ვნახოთ ამ დასტაში რა მოგივათ ქალწულებო. მოიჩქარის თქვენთან რაღაცა კარგი ამბავი, მოიჩქარის, აი იქეთ მზე იყო, აქეთ ეტლი ეს არის გამარჯვების ნიშანი. რაღაცა გამარჯვება გაქვთ, რაღაცა ამ სიტუაცია, რომელსაც ალაგებთ ახლა და ალაგებდით, დეკემბრის თვეში ეს გამოვლინდება, ძალიან მაგრად გამოვლინდება, ძალიან კარგად და ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ, იცით, აი პირდაპირ გამარჯვების არკანია, ნიშნავს რომ რაღაცა საქმეში იმარჯვებთ, რაღაც კაი სიახლე მოდის, თქვენი გამოვლინება მოხდება აქ, გამოვლინება მოხდება, სასიამოვნო სიახლეებიც მოდის, ამბები, კარგი ამბავი მოდის, რაღაცა მოდით ასე ვთქვათ, ვინც ელოდება ამბავს, ხო, რაღაც თემის გადაწყვეტას, ეს თემაც დადებითად გადაწყდება. გარდა იმისა, რომ ეს არის თქვენი პიროვნული გამოვლენა აქ და გამარჯვებული ხართ რაღაცა სიტუაციაში, აი რაღაც საკითხის გადაწყვეტას ელოდებით, თუ ელოდებით, დეკემბერში ეს საკითხი მშვენივრად გადაწყდება. ასე ეს არის მოქმედებაც. თქვენ შეიძლება სადღაც გაემგზავროთ კიდევაც დეკემბრის თვეში, მოგზაურობაც გელოდებოდეთ, ეს ამასაც აჩვენებს. შეიძლება რაღაცა სიახლე იყოს და სხვა ქვეყანაში გადასulis და მიდის ახლა თქვენთან და აი ესეც შეიძლება იყოს მოხდეს დეკემბერში, სწორედ ეს ცვლილება. მშვენიერი არკანებით მივდივართ ქალწულებო, ჩემო ყოჩაღებო, ჭკვიანებო. მოდით ვნახოთ ახლა აი ამ ნათემხიალის ულამაზეს დასტაში რა მოგვივა დეკემბრის თვეში. მშვენიერი
ძალიან კარგი დეკემბრის თვე გაქვთ ქალწულებო. 10-იანი პენტაკლების 10-იანი ეს არის ესეთი ოჯახური არკანი. აქ არის კეთილდღეობა, თითქოს ადამიანმა რაღაცა შედეგები რომ მიიღო თავისი. ნახეთ როგორი დამჯდარი არკანია. ან დეკემბრის თვეში თქვენ ოჯახთან ერთად ხართ, ბედნიერები ხართ, რაღაცა დიდი შემოსავალიც არის, კეთილდღეობა არის, თითქოს რაღაცა წრე დაიხურა. მართლაც ასია დეკემბერი არის წლის დასასრული და თქვენ ძალიან კარგად ასრულებთ ამ წელს. ძალიან კარგი ენერგიებით ხართ დეკემბერში. მიიღებთ ყველაფერს, აი სურვილები, რაღაცა შენაძენები გაქვთ დეკემბერში. საკმაოდ კარგი შენაძენები გაქვთ დეკემბრის თვეში, ამას დააკვირდით, იქნება აქ ასევე გაღება თანხის და თანხის შემოსვლაც იქნება. შვენიერი არკანებია. ამა ვნახოთ ახლა მეოთხე დასტაში რა მოგვივა დეკემბრის თვეში ქალწულებს. შეხვედრა, ну, აქაც საკმაოდ მაღალი კარგი არკანია მოგვივიდა, ეს გახლავთ ვარსკვლავი. ეს ასევე აჩვენებს, რომ ეს იქნება ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, მაგრამ აქ ასევე ჩანს, რომ თქვენ გამოვლინდებით, აი როგორც ეტლში გვაჩვენა, თქვენი პიროვნული გამოვლენა აქაც მოხდება. ანუ დეკემბერში თქვენი ნიჭის რა, თქვენი ტალანტების გამოვლინება მოხდება. ვარსკვლავი ეს არის ასევე ციკლურობის მაჩვენებელი ნიშანი, ანუ ის გამოვლენა, რაც მოხდება ახლა დეკემბერში, თქვენი გაგრძელდება და იტრიალებს ესე, ანუ თქვენ ეს ვარსკვლავურობა გექნებათ შემდეგ იანვარშიც. აქ ასევე არის რაღაცა ცით ვარსკვლავი, თითქოს სურვილის ჩაფიქრებაც არის. ჩაუთქვით სურვილი დეკემბერში, ძალიან კარგი იქნება თუ იმუშავებთ სურვილების ასრულებაზე, მით უმეტეს რომ დეკემბრის თვე არის ზუსტად ხა 8 რიცხვიდან მოყოლებული, არის დაწყებული პერიოდი, როცა უნდა გაუშვა ყველაფერი ძველი, მადლიერებით რა თქმა უნდა და გამოანთავისუფლო ადგილი შენ სივრცეში, რომ ახალი კარგი დადებითი ენერგიები შემოვიდეს სურვილების ასასრულებლად. და მიმართეთ ამ პრაქტიკებს, იცით, მიმართეთ ამ აქ არის ეს მომენტიც, რომ აი რაღაცა გაერთიანება ხდება, რაღაცა სურვილებზე მუშაობა მიდის, რომ აგისრულდეთ, ხო, თითქოს უნდა ჩაუთქვათ ეს სურვილი და რაღაცა კოლექტიური მომენტიც არის, შეიძლება რამე ტრენინგზეც წახვიდეთ. კი ბატონო, ну, მე ვაპირებ და თქვენც ალბათ ქალწულები ხართ და შეიძლება მუდმივი განვითარების ნიშანიც არის ქალწული, ყოველთვის ცდილობს რომ რაღაცა განვითარდეს, რაღაცა ახალი შეისწავლოს, მერე ეს გამოიყენოს, ანალიზის უნარი აქვს ძალიან კარგი ქალწულს და აქედან გამომდინარე უყვარს შემეცნება, ცოდნა და განვითარება. ეს ჩანს კიდევაც აქ, რომ თქვენ რაღაც შესაძლოა შეიძლება რამე აიღოთ ესეთი კიდე ახალი რამე შეისწავლოთ და მერე ძალიან კარგად გამოიყენოთ. ესეთი მშვენიერი დეკემბრის თვე გველოდება ქალწულებს და თუ მოგეწონებათ ეს რუბრიკა, დამიკომენტარეთ, რომ მე კიდევ გავაკეთო სხვა ნიშნებისთვისაც.